12 მაისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ყოვლა წმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული აღინიშნება. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სადღესასწაულო წირვა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი არქიმანდრიტი შიო ლომიძე და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოს სიგელით დააჯილდოვა. ხელოვანს საზოგადოება ივერიისას სახელით სპეციალური ჯილდო, ოქროს ჯვარი, მახათას ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი გადაეცა. შეგახსენებთ, რომ მერაბ კოკოჩაშვილი საზოგადოება ივერიისას ქტიტორთა სათათბიროს წევრია. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის აღმშენებლობის საქმეში. წირვას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო დედაქალაქის მერო, პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მთავრობის წევრებო, ძვირფასო ძმებო და დებო, ძვირფასო მეუფენო, ყოვლად სამდელონო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. გილოცავთ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილების დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. შეგახსენებთ, რომ წმინდა მოციქული ანდრია იყო იესო ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოწაფე და მას განსაკუთრებული მისია დაეკისრა. როდესაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს თუ ვინსად წასულიყო საქადაგებლად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს წილად ერგო ივერიის მოქცევა, მაგრამ ვინაიდან მისი გარდაცვალება იყო მოახლოებული, მაცხოვარი გამოეცხადა მას და უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო. მის ნაცვლად კი საქართველოში გაეგზავნა ანდრია მოციქული თავის ხელთუქმნელ ხატთან ერთად და აი ყოვლადწმინდა ქალწულმა დედა ღვთისმშობელმა აუწყა ანდრია მოციქულს ღვთის ნება, მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე, ამ ფიცარზე გამოისახა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი და მან უთხრა ანდრია მოციქულს, რომ ეს ხატი იქნება ქართველთა მცველი უკუნისამდე. ხოლო თვითონ იქნება მათი ცხოვრების შემწე და გამგე და ვერავინ მტერთაგან ვერ ძლევს მათ. აი მაცხოვარი როცა გამოეცხადა ღვთისმშობელს, ამ დროს ასევე უთხრა ეს დიდებული სიტყვები: არაუგულებელს ყოფ შენი მეუხებით,ერსა მას საზეპუროსა, უფრო ის ყოველთა ნათესავთასა. შენ დამიწილხვდომილს. აი ესეთ საოცარ მოვლენას ვიხსენებთ ძვირფასო ძმებო და დებო. წმინდა ანდრია მოციქულმა იქადაგა საქართველოს მრავალ კუთხეში, აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააშენა ტაძრები
და ამიტომაც ითვლება იგი ჩვენი ქვეყნის მფარველად და საქართველოს ეკლესია იწოდება სამოციქულოდ, რადგან სწორედ ანდრია პირველწოდებულმა დააფუძნა ჩვენში ქრისტეს რწმენა. აი ეს მოვლენები, ღვთისმშობლისადმი წილხდომილობა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგება საქართველოში, მცხეთაში მაცხოვრის კვართის მობრძანებასთან ერთად არის სწორედ იმ საზეპურობის ნიშნები, რომელზეც უთხრა იესო ქრისტემ გამოცხადების დროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ამ მოვლენებით გამოჩნდა უფლის განსაკუთრებული სიყვარული ქართველი ერისადმი და ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის ჩვენი მფარველი და მცველი. და აი ჩვენ მადლობთ და ვადიდებთ უფალს ყოველივე ამისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რა გზით უნდა იაროს ჩვენმა ქვეყანამ. აი სწორედ ეს მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენი სულიერი და ზნეობრივი განვითარების მთავარი მიმართულება ამაში მდგომარეობს. აი პავლე მოციქული წერს ასეთ სიტყვებს, რომ ქრისტე ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა იცხოვრონ ამიერიდან არა თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა და აღდგა მათთვის. აი ჩვენი მოწოდებაც, როგორც ერის, არა მარტო როგორც ცალკეული პიროვნების, არის ის, რომ ვუპასუხოთ აი ამ დიდ სიყვარულს და ვიცხოვროთ არა ჩვენი ამ ქვეყნიური მიწიური ინტერესებისთვის, არამედ როგორც პავლე მოციქული ამბობს, იმისთვის, ვინც ჩვენთვის მოკვდა და აღდგა, ვინც დაგვიდგინა თავისი ყოვლადწმინდა დედა ცველად და მფარველად, ვინც მოგვივლინა თავისი უახლოესი მოწაფე ჩვენს მოსაქცევად, ანდრია პირველწოდებული სვიმონ კანანელთან ერთად და სხვა მოციქულებთან ერთად და აი ჩვენი წინაპრები, ძვირფასო ძმებო და დებო, მუდამ ცდილობდნენ ეპასუხათ ამ მოწოდებისთვის და ამ გზით ევლოთ. ამიტომაც უფალმა თავისი მადლით და კაცმოყვარებით შეგვინახა, გადაგვარჩინა და დღემდე მოგვიყვანა. და აი თუ ჩვენ გვინდა რომ ამიერიდანაც მომავალშიც გადავრჩეთ ამ მიწიურ ცხოვრებაშიც, როგორც ერი და ასევე მარადიულ ცხოვრებაშიც გავხდეთ იმ დიდი საღვთო სიყვარულის თანაზიარნი, რომელიც ასე უხვად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, უნდა ვეცადოთ ამ გზით ვიაროთ და დავიცვათ და გავაძლიეროთ ღვთისგან ბოძებული უდიდესი საუნჯე, მართლმადიდებელი სარწმუნოება და ღვთისმშობლისადმი წილხდომილი ჩვენი სამშობლო. დღეს მინდა დიდი სიყვარულით ეს დღე მიულოცო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომელიც არის წმინდა ანდრიას სამოციქულო მსახურების ნამდვილი გამგრძელებელი. თქვენ იცით, რომ ეს დღესასწაულიც დაწესდა მისი ლოცვა-კურთხევით და მისი ღვაწლის დიდი შედეგია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დღესასწაული გამოაცხადა სახელმწიფო დღესასწაულად, რითიც დაადასტურა, რომ ეს არა მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის დღე არის, არამედ სახელმწიფო მნიშვნელობისაც. მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, უსურვებთ ღერძელობას და ჯანმრთელობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აჯილდოვებს ჩვენ სასიქადულო რეჟისორს ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ნება მომეცით წაგეკითხოთ ეს სიგელი. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა, თანამედროვე ქართული კინოს ფრიად გამორჩეული რეჟისორი, პედაგოგი, უბადლო ესთეტი და ქვეყნის დიდი გულშემატკივარი ბატონი მერაბ კოკოჩაშვილი
დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ასევე ბატონ მერაბს გადაეცემა საზოგადოება ივერიისას სახელით სპეციალური ჯილდო ოქროს ჯვარი მახათის ტაძრის გუმბათის ჯვრის ასლი. ბატონო მერაბს ღმერთმა გაგახაროთ და გადღირზელოთ, ყველას გვიყვარხართ და გისურვებთ დიდ ახალ შემოქმედებით წარმატებებს და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. დღევანდელი დღე ჩვენთვის არის განსაკუთრებული. ვინაიდან ეს თქვენ მიერ ასე ვთქვათ მოზღმული ჩემთვის ჯვარი ეს არის მინიშნება, ნიშანი იმისა, რომ უნდა იყოს რწმენით სავსე, უნდა იყოს სულიერებით სავსე, უნდა იყოს სავსე სიმართლით და თავდადებული შენი ქვეყნისა და შენი ხალხისთვის. უღრმესი მადლობა. გაიხარეთ, ბატონო მერაბ, თქვენ ამას ადასტურებთ თქვენი ცხოვრებით და შემოქმედებით ნამდვილად. ერთმა დაგლოცოთ. ყველაზე დიდი ჯილდო არის ის, რომ დღეს მოხდა ყველაფერი ეს და დღევანდელი დღე ანდრია პირველწოდებულის შემოსვლა საქართველოში ღვთისმშობლის ხატით ეს არის ჩვენი დღევანდელი საერთოდ ქართული კულტურის უდიდესი დღე, ვინაიდან ეს არის დღე, როდესაც ჩვენ ნელ-ნელა ვეზიარებთ ქრისტიანობას. ეს არის დღე, როდესაც ქრისტიანულ წიგნებში, ყველა ლოცვაში არის განსაკუთრებული სიტყვები, რაც რწმენასთან არის დაკავშირებული არის სულიერებასთან, დაკავშირებული არის სიკეთესთან, ადამიანთა კეთილ ურთიერთობასთან და ამის გარეშე მე ვფიქრობ, რომ მოაზროვნე ადამიანი, საერთოდ მოაზროვნე არსება ქვეყანაზე არც უნდა არსებობდეს. მადლობა, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა ეს უდიდესი ჯილდო ჩემთვის. ჯილდო, რომლისთვისაც რა ვიცი, აი როდესაც დაიწყო ამ ჩვენი შესანიშნავი ტაძრის მშენებლობა უსმინდესის და უნეტარესის კუთხევით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჯვარი განსაკუთრებულია ჩემთვის, ვინაიდან ეს არის ასლი ჯვრისა, რომელიც ამ ტაძარს ამშვენებს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ამდენ საქმეს აკეთებს საქართველოში როგორც რწმენის, ისე კულტურის განათლების, ქრისტიანული განათლების შემოსატანად საზოგადოებები, ადამიანები, რომლებსაც რწმენა აცოცხლებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. და აი უკვე რამოდენიმე ათეული წელია დაკავშირებული ვარ მე მათთან და უდიდესი მადლობელი ვარ იმისა, რომ აი დღეს სწორედ ეს ჯვარი გადმოიცა ჩემთვის. ტაძარში სხვა სიწმინდეებთან ერთად დაბრძანებული იყო წმინდა მამა გაბრიელის სანაწილე ხატი, რომელიც საზოგადოება ივერიისას ინიციატივით შეიქმნა. ბრელს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევითა და საზოგადოება ივერიისას ინიციატივით ღვთისმშობლის წილხვედრის საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ქართველი ემიგრანტების სანუგეშებლად და მოსალოცად გაიგზავნა რომში, ფლორენციასა და ბარში. 12 მაის დღესასწაულთან დაკავშირებით მამა გაბრიელის სანაწილე ხატი ერთი დღით მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დააბრძანეს. როგორც მოგეხსენებათ, 12 მაისი გახლავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოს შემობრძანების დღე. ეს მეტად მნიშვნელოვანია და თავის თავში მოიცავს ქრისტიანობის შემოსვლას საქართველოში ქრისტიანული კულტურის განათლებისა და ფასეულობებისა. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ანდრია მოციქული შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თხოვნითა და დავალებით, რადგანაც როდესაც მოხდა წილისყრა თუ ვის რომ მხარეში უნდა ეკადაგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წილად საქართველოში ქადაგება და რადგანაც მისი ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი იყო მოახლოებული, ის თხოვნით მიმართავს ანდრია პირველწოდებულს, მისცემს მას ხელთუქმნელ ხატს და რომლის მეშვეობითაც ანდრია მოციქული გამოემართება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნაცვლად საქართველოში და იქადაგებს აქ ქრისტიანობას. სწორედ აქედან გამომდინარე 2018 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დღევანდელი დღე ასევე გამოაცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულადაც, ასე რომ ჩვენ ორ დღესასწაულს აღვნიშნავთ დღეს, სარგებლობ შემთხვევით
და ყველას გულითადად გილოცავთ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს. ყველას ულოცავ დღევანდელდეს. განსაკუთრებული დღეა, რა თქმა უნდა, და სიმბოლურია, რომ სწორედ ღვთისმშობლის დღე აქ აღინიშნება და ასევე ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ერთის მხრივ ისტორიული წმინდანის დღე და მეორეს მხრივ აქ დღეს ყველა შეუძლია შეეხოს თანამედროვეობის ძალიან დიდი მსოფლიოში აღიარებული წმინდანის მამა გაბრიელის ნაწილებს. მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სწორედ 2019 წლის 12 მაისს საზეიმოდ იკურთხა. პირველი სადღესასწაულო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი არის მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილი, რომლის მშენებლობაც საქართველოს ეკლესიის მეთაურის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს. კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არის საერთო ეროვნული პროექტი, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიტყვებით, წმინდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი. 2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა გაიღო 100,000 ადამიანმა. მოგეხსენება, დღეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე. ანდრია პირველწოდებული ერთ-ერთი დიდი გამორჩეული მოციქული 12-თაგანი, რომელსაც დაევალა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან უფლის კურთხევით, რომ საქართველოს შექადაგა ქრისტე სარწმუნოება. განსაკუთრებული დღეა დღეს, კიდევ რომ არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წიხტობილობის დღე. და კიდევ განსაკუთრებული დღეა ჩვენ ამ დიდი ტაძრისთვის და საქართველოში ალბათ ყველა მართლმადიდებლისთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ტაძრის კურთხევის დღეა. ხან 6 წლის თავი შესრულდა უკვე. ეს ტაძარი მოგეხსენებათ უწმინდესის ლოცვა კურთხევით და ხალხის ერთობით აშენდა და მადლობა ღმერთს, მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მადლობა უწმინდეს, მადლობა ხალხს, მადლობა ფონდს, რომელმაც მიიღო აი ამ მშენებლობაში დიდი წვლილი. ბედნიერი კაცი ვარ ამ წირვას რომ ვესწრები ასეთ უმნიშვნელოვანეს დღეს ყველასთვის აბსოლუტურად და ულოცავ არა მარტო აქ მყოფთ, არამედ მთლიანად საქართველოს ამ დიდებულ დღესასწაულს. დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, ეს ფაქტიურად არის ჩვენი იდენტობის დაბადება. დღევანდელი დღე, რომელიც ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა და ასევე დადგინდა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრობის აღნიშვნაც ხდება დღეს და ჩვენთვის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციების მქონე ქვეყანას ჩვენი კულტურა და იდენტობა ყოველთვის ქრისტიანულ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის მფარველი არის დედა ღვთისმშობელი, ასევე ანდრია პირველწოდებული, წმინდა ნინო ჩვენი განმანათლებელი. ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, ალბათ მათი ლოცვით არის, რომ დღემდე ვართ, ვარსებობთ და გაუთავებელ განსაცდელში მყოფი ჩემი ქვეყანა, რომ არის დედა ღვთისმშობელის იმედად და მინდა რომ ყველას უსურვო, რომ გააცნობიერონ და გაითავისონ ეს დღე, იმიტომ რომ ეს ნამდვილი ერის და ქვეყნის დღესასწაულია. ეს ქართულ მართლმადიდებელ მოწმუნეთათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მე ძალიან კარგად მახსოვს 2019 წელს ეს დღე გამოცხადდა. ეს საერთო ეროვნულ დღესასწაულად ღვთისმშობლის წირხვედრ ქვეყანა და გარდა ამისა დღევანდელი დღე არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე და ეს მისი ხსენების დღე არის. მე არ შემიძლია რა ვთქვა თვითონ ამ ტაძარზე ორი სიტყვით, რომ ჩემი მეუღლე აზორი ერქომეშვილი და ბატონი ბიზინა კვერნაძე, რომელიც მეუღლის აგირაკ დგას, იყვნენ ამ ტაძრის ქტიტორები. ეს არის არაჩვეულებრივი თანამედროვე ხუროთმოძღვრების ძეგლი და განსაკუთრებით გამოირჩევა ჯვარი, რომელიც განსხვავდება სხვა ჯვრებისგან. მე ულოცავ ჩვენ ქვეყანას ამ დღეს გვფარავდეს ღვთისმშობლის და ანდრია პირველწოდებულის მალე და გილოცავთ თქვენ ყველას. მთელ საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს. მე ბედნიერი ვარ, რომ შორიდან მოვდივარ, შორს წასული შვილი ვარ. მადლობა უფალს ამ დღისთვის, ამ მადლისთვის. დიდხან სიცოცხლე ჩემოთკბილეს მამამშობელს, პატრიარქს უსურვებ. 120 წელიწადი ჯანმრთელად გვყავდეს ჩვენ და საიმედოთ. და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ვგალობ.
სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დიდებულ დღეს, უპირველესად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდხანს სიცოცხლე ჩვენს სტერის მამას, რომელიც ნამდვილად ჩვენი იმედიდან უგეშია, ასე ულოცავ მოსაყდრეს მეუფე შიოს და რა თქმა უნდა სრულიად საქართველოს ამ დიდებულ დღესწაულს. ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამ დიდ დღესასწაულს. ასევე მეუფე შიოსაც და მინდა რომ ჩვენი პატრიარქი ჯანმრთელი იყოს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა დააწესა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული. მისი აღნიშვნის თარიღად კი დადგინდა 12 მაისი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღე, რადგანაც ზეციური დედოფლის ხელთუქმნელი ხატით მოციქულის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში იყო გაცხადება ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა.